მოკლედ ამოვედით ბოჭორმის ციხეზე. საოცარი ადგილი. აი გახედეთ რა სილამაზეა. გახედეთ ქვევით სოფელია თუ არ ვცდები გრძელველები. და საოცარი ბოჭორმის ციხე. აგერ შორენა მოდიოდა წინ. ყველაზე ძლიერი, მაგრამ რას იზამხა მშობლიური კუთხეა და კახელების აგებულია. ბოჭორმის ციხე ერთ-ერთი გამორჩეული ციხე საქართველოს ისტორიაში, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიაში, რომელიც არაბობის დროიდანაა ცნობილი და სადღაც აი მე-7-მე საუკუნეებიდანაა. მე-7-მე საუკუნეების სიმაღლე გვიყურებს ამ ციხეს წვერვალიდან თავიდან. Ну, რა თქმა უნდა, შემდგომის ერეკლეს დრო შეკეთდა, მაგრამ მაინც რა დიდი დროა. მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიაში, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიაში, კერძოდ აფხაზთა სამეფოსთვის, ანუ გაერთიანებული საქართველოსთვის, არაბთა სახალიფოსთვის. ეხლა აქედან რო უყურებთ, თითქოს არაფერია, მაგრამ უნდა ნახოთ რა რთული ამოსასვლელია. აი ქვევით, აგერ ჩადის ბილიკი კარიბჭესაკენ, ეხლა ვეღარ ჩავა, უბრალოდ აი ეს კედელი რაცაც ხედავთ, ხო აი კედელი გრძელდება ძალიან ქვემოთ და აი პირველი რაც ვიკითხე, აი როგორ ააგეს იმ დროს 13 საუკუნის წინ როგორ ააგეს. კი, ამაზე უფრო რთულებიც აგებული, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა საქმით დამტკიცებული, მაგრამ ალბათ სიტყვა საქმით დამტკიცებული, როდესაც ასეთ რაღაცას აგებ, ასეთ რაღაცას და ძალიან აი რამდენჯერ მიამბია სტუდენტებისთვის ეს ეპოქა ლექციაზე. გახედეთ რა სილამაზეა. ბოჭორმის ციხის აღებაზე,